მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებ საშინელ ექსპერიმენტებზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებზე აწარმოებდა, რომელსაც პროგრამას ერქვა MK Ultra. 1953 წლის 13 აპრილს CIA-ის დირექტორმა ალენ დალესმა დაამტკიცა პროგრამა MK Ultra, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქიმიკოსი სიდნი გოტლიბი, აშიშ არმიის ბიოლოგიური ომის ლაბორატორიებთან კოორდინაციით. პროგრამის მიზანი იყო საბჭოთა ბლოკის წინააღმდეგ გონებაზე ზემოქმედების საშუალებების შექმნა. ეგრეთ წოდებული სიმართლის შრატები, მეხსიერების წაშლა, ილუზორული აზროვნება და ამნეზია. გოტლიბი ამას აღწერდა ორეტაპიან პროცესად. პირველ რიგში უნდა დაგენგრია არსებული გონება, შემდეგ კი უნდა მოგეძებნა გზა ახალი გონება ჩაგესვა ამ სიცარიელეში. ფაშისტები არიან რა. LSD გახდა LSD, ვიცით ხო, ეს ნარკოტიკული საშუალება გახდა ცენტრალური ელემენტი ამ ექსპერიმენტის. გოტლიბმა სანდოს ლაბორატორიისგან შეიძინა მსოფლიოში არსებული თითქმის მთელი მარაგი $240,000 და ელი ლილის დაავალა მისი რეპლიკაცია. ანუ ახლიდან, ასე ვთქვათ, გამეორება შექმნა კიდე დამატებით აი ამ LSD-ში. პრეპარატები ნაწილდებოდა ფიქციური ორგანიზაციების მეშვეობით უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში. ფარული ტესტირებებისთვის, ბიჭო. ანუ სტუდენტებზე ტესტავდნენ, ხვდებით? და უნივერსიტეტები მონაწილეობდა ამ იმაში. 1953 წლის ნოემბერში CIA-ის მეცნიერი ფლენკ ოლსონი ლაბორატორიულ შეხვედრებზე უნებართვოდ დასვეს LSD-ზე. ანუ CIA-ის მეცნიერი ფრენკ ოლსონი მისი თანხმობის გარეშე დასვეს LSD-ზე. მან განიცადა პარანოია და 9 დღის შემდეგ ნიუ-იორკის სასტუმროს ფანჯრიდან გადავარდა. შემთხვევა თავდაპირველად თვითმკვლელობად გამოაცხადეს, თუმცა 1994 წლის ექსჰუმაციამ ამოთხარეს ეს კაცი. მკვლელობის ნიშნები აჩვენა. 1954 წლისთვის MK Ultra მოიცავდა 159-ზე მეტ ქვეპროექტს, 159-მდე მეტ ქვეპროექტს, 80-ზე მეტ დაწესებულებაში, უნივერსიტეტებში, საავადმყოფოებში, ციხეებში და კერძო კომპანიებში. საერთო ბიუჯეტმა გადააჭარბა $10 მილიონ. მეთოდები მოიცავდა LSD-ს მაღალ დოზებს, MDMA-ს, მესკალინს, ჰეროინს, ბარბიტურატებს, მეტამფეტამინს, ფსილოციბინს, ელექტროშოკს, ჰიპნოზს, სენსორულ დეპრივაციას და წამებას. სუბიექტები ხშირად იყვნენ არაინფორმირებულნი, აზრზე არ იყო ხალხი ამ იმის ქვეშ რო იყვნენ ექსპერიმენტის ქვეშ. ყველა სოციალური ფენიდან, მაღალიც და დაბალიც, ამერიკელებიც და უცხოელებიც. ოპერაცია Midnight Climax-ი 1953 წლიდან გულისხმობდა CIA-ის მიერ კონტროლირებად ბორდელებს სან-ფრანცისკოში, სადაც მეძავები მამაკაცებს იტყუებდნენ და LSD-ზე სვამდნენ. დაკვირვება ხდებოდა ერთმხრივი სარკეებიდან აკვირდებოდნენ ხალხო. პროგრამაში ფიგურირებდნენ კენ კიზი, Grateful Dead-ის წევრები და პატიმარი უაიტი ბულგერი, რომელიც 15 თვის განმავლობაში ყოველდღიურად იღებდა LSD-ს და არ იცოდა. ბულგერი აღწერდა, 8 პატიმარი პანიკისა და პარანოიის მდგომარეობაში იყო. კედლებიდან სისხლი გამოდიოდა. ცოცხალ კოშმარში ვცხოვრობდით. საზღვარგარეთ MK Delta-მ 53 წლიდან პროგრამაა გამოიყენა წამლები დაკითხვებში. არმიის პროექტები იყო ასეთი Third Chance და Derby Hat. უცხოელ მოქალაქეებზე ტესტირებას გულისხმობდა. 1960 წლის მემორანდუმში გოტლიბი აღიარებდა, არ არსებობს ეფექტური აბი, სიმართლის შრატი ან მსგავს საშუალება. ანუ ვერ იპოვეს, ვერ დაიმორჩილეს ადამიანის გონება. შემდეგი უსაშინლესი რაღაცები, მონრეალის, ანუ კანადის ექსპერიმენტები და ამ MK Ultra-ს პროგრამის პიკი. 1957 წელს ქვეპროექტმა დააფინანსა დოქტორ დონალდ უენ კამერონი მონრეალის ალან მემორიალის ინსტიტუტში $79,000 Society for Investigation of Human Ecology-ს მეშვეობით. კამერონის მეთოდები იყო დეპატერნინგი, რას ნიშნავს დეპატერნინგი? წაშლა იმის, რა ქვია, ანუ განამეხსიერების მარტო, აი
ჭამას დაავიწყებდნენ ადამიანს, რა ვიცი, სიარულს, ერთწუთით ანადგურებდნენ. და ფსიქიკური დრაივინგი მოიცავდა ხანგრძლივ კომებში აგდებდნენ ხალხს 86 დღემდე. უკიდურეს ელექტროშოკს, ნორმაზე 30-40 ჯერ ძლიერს და განმეორებით აუდიო შეტყობინებებს 100,000-ობით ასმენინებდნენ 100,000-ობით ერთ და იგივე რამეს, რომ გაგიჟებულიყო. პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ შფოთვასა და მშობიარობის შემდეგ დეპრესიაზე, ვარდებოდნენ ამათ ქვეშ, ანუ მიდიოდნენ ჩვეულებრივ ფსიქიურ რაღაც პრობლემებზე და უნებლიე აგდებდნენ ამნეზიაში, უნებლიე შეუკავებლობას და უნარების სრულ დაკარგვამდე მიყავდათ. ესტერ შრაინერი 1960 წელს მიღებული პაციენტი 30 დღე კომაში იმყოფებოდა და გამოვიდა სრულიად დეპარნინგებული. ეხლა ვნახოთ რას ნიშნავს დეპარნინგებული. მისი შვილი იხსენებს, რომ დედას ყველაფრის თავიდან სწავლა დასჭირდა. ექსპერიმენტები 1964 წელს შეწყდა და არღვევდა ნიუნბერგის კოდექსს, ანუ ის ნიუნბერგის კოდექსს, ისთვისაც გაასამართლეს ფაშისტები, იგივე გააკეთა ამერიკამ. MK Ultra გადაკეთდა, ოღონდ შეწყდა, განა შეწყვიტეს, კაცო, გადააკეთეს და დაარქვეს MK Search-ი და გააგრძელეს 1971 წლამდე. იმ იდიოტი დოქტორ გოტლიბის შეფასება მოგვიანებით იყო, რომ დახარჯული თანხისა და ძალისხმევის მიუხედავად ეს ალბათ დაბალი შედეგიანობის პროგრამა იყო. გამჟღავნდა 1970-იან წლებში. განა გაჩერდებოდნენ თვითონ, უბრალოდ გამჟღავნდა და 1972 წლის 10 ივლისს გოტლიბმა ოფიციალურად შეწყვიტა MK Ultra. 1973 წელს Watergate-ის ფონზე, Watergate-ის სკანდალზე მოგიყვებით ცალკე, CIA-ის დირექტორმა რიჩარდ ჰელმსმა ბრძანა, CIA-ის დირექტორმა. ბრძანა, რომ გაენადგურებინათ ფაილები ამ მთელი ექსპერიმენტის. 7-5 დოკუმენტაცია გაანადგურეს, დაფშვნეს, უტილიზაცია მოახდინეს 7-5 დოკუმენტაციის. 1974 წელს სეიმურ ჰერშის New York Times-ის გამოძიებამ გამოავლინა უკანონო ოპერაციები და ამას მოყვა Church Committee. Church Committee არის კონგრესმენ სენატორი ჩერჩი გვარად, რომელმაც საგამოძიებო კომისია შექმნა. 1977 წელს FOA-ს მოთხოვნით აღმოაჩინეს 20,000 გადარჩენილი დოკუმენტი, ანუ ვერ მოახერხეს ყველას განადგურება. სენატორმა ტედ კენედიმ განაცხადა, 30-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობდა ფარულ ექსპერიმენტებში არაინფორმირებულ მოქალაქეებზე, ანუ არავინ არ იცოდა ისე უკეთებდნენ ამას ხალხს. Church Committee-ის ანგარიში ნათქვამია, გამოძიების ანგარიში. დოკუმენტების განადგურების გამო MK Ultra-ს სრული ზემოქმედება, მათ შორის სიკვდილიანობა შესაძლოა არასოდეს გახდეს ცნობილი. რამდენი დახოცეს არ ვიცითო. დღემდე, რა ხდება დღემდე? ფრენკ ოლსონის ოჯახმა უკვე კომპენსაციები მიიღო. $750,000 ოფიციალური ბოდიშები პრეზიდენტ ფორდისა და CIA-ის დირექტორ კოლბისგან. 76 წელს ფორდის აღმასრულებელმა ბრძანებამ აკრძალა არაკონსენსუალური ექსპერიმენტები. ანუ აკრძალა როგორი ექსპერიმენტები CIA რო არიცი და რაღაც ექსპერიმენტზე რო ატარებენ შენზე. რომ რა მოუაბა ვნახოთ. კანადაში 77 მსხვერპლმა მიიღო კომპენსაცია. ეს რაც ვიცით 1994 წელს. სტივენ კინზერი ასკვნის, არ ვიცით რამდენი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ბევრის ცხოვრება სამუდამოდ განადგურდა. MK Ultra-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა LSD-ს გავრცელებაში, სოფლიოში. დოკუმენტების გასაიდუმლოება და სამართლებრივი დავები დღემდე გრძელდება. ძირითადი დოკუმენტი და აგერ არის ძირითადი დოკუმენტური წყაროები ხალხო. აი, ოფიციალური ანგარიშები, სენატის ჩერჩის გამოძიება, სენატის მოსმენები, როკფელერის კომისიის რეპორტი, CERUS ინსპექტორის MK Ultra-ს გენერალური ინსპექტორის რეპორტი და ასე შემდეგ. აი ასეა მეგობრებო. რათელ მხარეს თუ გინდა დადგე, შეგიძლია დადგე.